ზოტეროს შესახებ, რომელიც გახლავთ ვირტუალური ბიბლიოთეკა თქვენი სტატიებისთვის, შესაძლებელია იყენებთ ამ საშუალებას, თუმცა ეს ვიდეო არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იცნობენ ჯერ ზოტეროს და შეიძლება რომ ეფექტურად გამოიყენონ. ზოტეროს საშუალებით შესაძლებელია შეეგროვოთ სტატიები მაშინაც, როდესაც მას კითხულობს. თვითონ შიგნით შესაძლებელია შექმნათ ეგრეთ წოდებული ფოლდერები და დაახარისხოთ თქვენთვის სასურველი სტატიები. მაგალითად, ზოტეროს საშუალებით შეგროვება ხდება სტატიის არა მარტო სათაურის და ავტორის, არამედ ყველაფერი გროვდება მის შესახებ, რაც ხელმისაწვდომი არის იმ წუთას, ხომ? ეს შეიძლება იყოს მისამართი, გამოშვების წელი, აბსტრაქტი, სრული სტატია და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი გროვდება თქვენს ბიბლიოთეკაში ამა თუ იმ სტატიის შესახებ. ეხლა როგორ შევინახოთ რაიმე სტატია ზოტეროში, როდესაც ჩვენ მას ვკითხულობთ. როდესაც გავხსნით სტატიას და გვინდა რომ აი ეს მოგწონს და უნდა შევინახოთ, შეგვიძლია თქვა გადავიდეთ სრულ ტექსტზე და იქიდან შევინახოთ ან პირდაპირ აქედან. ესე იგი გამოვა აი ეს ამგვარი ნიშანი მაუსის საშუალებით და ვაჭერთ რომ შეინახოს ეს პუბლიკაცია ზოტეროში. შემდეგ ეს არის უკვე დასეივებული, მოდით ახლა სხვა ვცადოთ, ვინაიდან ეს უკვე არის ჩემს მიერ შენახული. მაგალითად შევიდეთ PubMed-ში. PubMed და რა ვიცი, ავირჩიოთ ნებისმიერი ვთქვათ ეს სტატია გვინდა, ავირჩიეთ, გვინდა რომ შევინახოთ, გადავდივართ შენახვაში და გვეკითხება რომ სად შევინახოთ. ეს ახლა გამოტანილია კონკრეტულად ჩემი ფოლდერის სახელი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ის ნებისმიერ ადგილას და მას შემდეგ რაც შექმნით თქვენთვისაც სასურველ სივრცეებს, აი აქ იქნება ჩამონათვაში. შემდეგ აირჩევთ სადაც გნებავთ რომ შეინახოთ და ის იქნება ასე რომ ვთქვათ ამგვარად შენახული ეს სტატია. ეხლა როგორ გამოვიყენოთ და ჩავსვათ ის ჩვენს ტექსტში. გახსნილი მაქვს Word-ის დოკუმენტი. ეს არის Google Drive-ზე გახსნილი დოკუმენტი. მაგალითად გვინდა რომ აი ეს სტატიები რაც შევაგროვოთ, ეხლა გამოვიყენოთ ჩვენს ტექსტში. თავდაპირველად ვსვავთ ვაჯენთ კურსორს იმ ადგილას, სადაც გვინდა რომ ჩავსვათ და აი ეგ შევდივართ ზოტეროს ნიშანში, რომელიც ჩვენ უკვე გვიჩანს და გამოგდის აი ამგვარი ფანჯარა და ეხლა რა არის ეს ფანჯარა. ამ ფანჯრის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ სტილი ციტირების, ანუ რა სტილით გვინდა მოვახდინოთ ციტირება. ამას თქვენ თვითონ ნახავთ რა როგორ გამოიყურება, მაგრამ ამ წუთას ავირჩიოთ ერთ-ერთი კონკრეტული და ნახოთ როგორ ჩაჯდება. აი ეგ გვეუბნება რომ ავირჩიოთ სტატია, რომელიც გვინდა, შეგვიძლია რომ გადავიდეთ ჩვენს ბიბლიოთეკაში და ავირჩიოთ რა ვიცი ნებისმიერი რაც გვჭირდება და გადავიდეთ, დაველოდოთ. ნახეთ ჩაჯდა ამგვარი სტილით, ანუ ციტირება მოახდინა ამგვარი სტილით. მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ არაფერი არ გვიჩანს ლიტერატურის სიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეს ასევე აი ეს ავტორი თავისი ყველაფრით მითითებული გქონდეს ლიტერატურის სიაში. რას ვაკეთებ? შემდეგ შევდივართ აი ზოტეროში, ოღონდ სხვანაირში და ვუთითებთ რომ ჩვენ გვჭირდება ეს სტატია ასევე ბიბლიოგრაფიაში და მას ჩამოიტანს ახლა ბიბლიოგრაფიაში და აი როგორც ხედავთ უკვე ჩასვა დაველოდოთ რამდენიმე წამი და აი ეგ გამოჩნდა. ესე იგი რა ხდება? ტექსტში ჩასმული არის ავტორი ისე როგორც გვინდა, მივუთითოთ ციტირების დროს, შეგვიძლია ასევე ნომრებით და ასე შემდეგ, უამრავი შესაძლებლობა, თუმცა ლიტერატურაში იმ სტილს, რა სტილსაც ავირჩევთ, ჩაგვისვავს სრულად ამ სტატიას. არაფერში ჩვენ აქ არ ვერევით, მხოლოდ გვევალება ის, რომ მივუთითოთ შესაბამის ადგილას შესაბამისი სტატია. გავაგრძელოთ, თქვა ახლა მინდა რომ კიდე რაღაცა სხვა დავამატო, ხო? ტესტი რაღაცა. მეორე, აი კიდევ შევდივარ ზოტეროში, ეხლა ავირჩიოთ სხვა ავტორი. აი შევიდეთ აქ, თქვა აქედან მინდა არჩევა და არა მისი შემოთავაზებული, რაღაცა არა აქვს მნიშვნელობა, ავიღოთ. ჩაჯდა. შეხედეთ, ავტომატურად ხდება ამის გაგრძელება და ასევე თავადვე დააწყობს მას ალფაბეტის მიხედვით, მას არ სჭირდება რაიმე ჩვენი ასე რომ ვთქვათ ჩარევა. ასევე შეიძლება რომ დავამატოთ ავტორები. ეხლა შეცვალა ამ წუთას, თუმცა შეიძლება რომ დავამატოთ 2-3 და ასე შემდეგ, რამდენიც გნებავთ, ამას მოსინჯავთ თქვენ თვითონ და რაც მთავარია, ესე იგი გვაზღობს აბსოლუტურად შეცდომებისგან, არის მოსახერხებელი, აგროვებთ სტატიებს მაშინ როცა გნებავთ და იყენებთ ძალიან კარგი
ასე ვთქვათ, გზით, რომელიც არის უსაფრთხო და რომელიც არის ძალიან მოსახერხებელი თქვენთვის. იმედია გამოგადგებათ.